საქართველოში პირველად თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები თეორიულ სწავლებასთან ერთად აგრონომიის მიმართულებით პრაქტიკულ გამოცდილებასაც ადგილზე მიიღებენ. ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტების უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჭკვიანი სათბური შენდება, სადაც სტუდენტები ბოსტნეულ კულტურებს თავად გამოიყვანენ. Როგორ დაეხმარება ინოვაციური პროექტი მომავალ აგრონომებს და კიდევ რა სიახლეების დანერგვას გეგმავს უნივერსიტეტი ამ მიმართულებით გიორგი ბაღანაშვილის სიუჟეტი. ჩვენ ვიმყოფებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჭკვიან სათბურში, სადაც სტუდენტები თავად გამოიყვანენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნერგებსაც და სრულ მცენარეებსაც. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჭკვიანი სათბურის მშენებლობა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სულ მალე დასრულდება. თესაუ საქართველოში პირველია, სადაც მომავალ აგრონომებს თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც შეეძლებათ. სათბური ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროცესში ფარგლებში კეთდება. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში შეიძენს დრონებსაც და მოაწყობს ლაბორატორიას. ასევე აგრონომიის სპეციალობის სტუდენტებისათვის მომზადდება ახალი სასწავლო კურსი. ინოვაციური პროექტი აგრარულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე დაინერგა. სათბური არის ჭკვიანი, ვინაიდან მას არ ჭირდება შიგნით ვინმეს მეთვალყურება, თვითონ არეგულირებს ტემპერატურას, ტენიანობას, ნახშირორჟანგის მომატებას, ეს ავტომატურად ხდება მისი ჩართვა და გამორთვა და ასევე წვეთოვანი სისტემასაც ყველაფერს არეგულირებს თვითონ ავტომატურად, მაგიტომა ჭკვიანი, მას სტუდენტები განაგებენ სამუშაო პროცესს, სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს სათბურის შესახებ ინფორმაცია ცოტა მწირია და ამიტომ ჩვენ გვეყოლება კადრი კურსდამთავრებული, რომელსაც ეწოდინება თანამედროვე სათბურის მომზადების, სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანის აგროტექნოლოგია და ყველა ის პროცესი, რაც აუცილებელია სათბურის მწარმოებელი კომპანიებისთვის და ის იქნება ძალიან მოთხოვნადი სპეციალისტი დარგისათვის. ჭკვიან სათბურში სტუდენტები ძირითადად ბოსტნეულ კულტურებს გამოიყვანენ და პროცესს დააკვირდებიან. ახალგაზრდები, რომლებიც ამ მიმართულებით სწავლობენ, ფიქრობენ, რომ ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობის მიღება და პრაქტიკული გამოცდილება მარტივად დასაქმებაში დაეხმარებათ. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც მოიცავს თანამედროვე აგროტექნიკის დანერგვას სოფლის მეურნეობაში. განსაკუთრებით ასევე აღსანიშნავია ჭკვიანი სათბურის შენების პროცესი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ სტუდენტებს შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და იმ რეალური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც არის გამოკვეთილი აგრონომიაში. ამავე პროექტის ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მასშტაბურ კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც ინოვაციების ფონდის მიერ დაფინანსდა. შეხვედრას თელავისა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2 დღის მანძილზე მონაწილეები უახლეს აგროტექნოლოგიების სასწავლო პროცესებზე საუბრობდნენ და საგანმანათლებლო პროცესში დანერგვის აუცილებლობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. მათ შესაბამისი პრეზენტაციებიც წარმოადგინეს. შვედეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტს წარმოვადგენ. დიდი მოლოდინებით ვესტუმრეთ თქვენს ქვეყანას. ჩვენ ვიმყოფებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება დაინერგა სოფლის მეურნეობის დარგში. ვფიქრობ, ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის. პრაქტიკული გამოცდილება ახალგაზრდებს დაეხმარება პროფესიონალურად დაეუფლონ აგრონომიას. ჩემი აზრით, ჩვენს უნივერსიტეტსა და თესაუს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. კარგი აგრონომები სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების საძინდარია. პროექტის ფარგლებში ვაპირებთ, რომ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები შევიმუშაოთ და სტუდენტებს შევთავაზოთ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი რომ მუდამ ვითარდება, ამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორიც საუბრობს. შალვა ჭყადუას განმარტებით, თესაუში უახლესი ტექნოლოგიები გამუდმებით ინერგება, რაც სტუდენტებისათვის პრიორიტეტულია. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება ჭკვიანი ტექნოლოგიების სოფლის მეურნეობაში. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ და კოორდინირებას უწევს CIF-ის, ესე ვთქვათ, პროექტი საქართველოში. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენმა სტუდენტებმა სწავლის პროცესშივე შეიძინონ ის უნარები, რაც მომავლის ფერმერული მეურნეობების განვითარებაში დაეხმარებათ. ეს არის აბსოლუტური ჩართულობით განხორციელებული ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და საქართველოში წარმატებულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებთან, როგორიც არის შვედეთის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი, გერმანული უნივერსიტეტები არიან ჩართული ასევე და საქართველოსთან პარტნიორია ალტე უნივერსიტეტი. შესაბამისად, ჩვენს
სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ამ პროექტის ფარგლებში აღჭურვილი ლაბორატორიული თუ საველე პირობებში, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიების გამოყენებით შეიძინონ ის უნარები, რაც მომავალში როგორც დასაქმებულებს ან თვითდასაქმებულებს უფრო მეტი შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას მისცემს. კონფერენციის დასასრულს კი მონაწილეები ღვინის კომპანია შუმში იმყოფებოდნენ, სადაც ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს გაეცნენ. მონაწილეებს ასევე გადაეცათ სერტიფიკატები. პროექტის პარტნიორები თესაუსთან ერთად შვედეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი, ფერმერთა ასოციაცია და ალტე უნივერსიტეტია.